ეს იყო დრო ტკივილიდან ტკივილამდე. დავჯდე ეტლში, დაუბრუნდე სამსახურს, თუ დავჯდე სახლში და დაველოდო გავივლი თუ არ გავივლი. ჩემთვის საამაყოა რომ თავში შემოპირა დღემდე მივიჩნევ. მე არ ვიცი როგორი შორენა ხუხუა იქნებოდა რო არა ავარია. მუხრუჭის ხმაზე ახაც კი ჟონტელი მივლის ხომ ეთყობა ბოლო ეგ გავიგე. რომ მიმოვიხედე და არავის ქართული არ ესმოდა და ვერავის ვერცერთ ენაზე რო ვერ ველაპარაკებოდი, კულტურული შოკი მივიღე მაშინ. როცა მე ვუყურებ ჩემ ბავშვს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მას, რა ეთნოს მიეკუთვნება, რომელი რელიგია. და ღამის 3 საათზეც დაურეკავთ ჩემთვის რომ მიშველე დამეხმარე რომ ათხოვებენ ძალით არასრულწლოვანს. დიდი ამბავი ახლა სახშიც ცემენ და რა მოხდა მე ის რომ ჩვენ მივაღწიეთ რომ ამ დანიშნულმა გოგონებმა სკოლა დაამთავრეს, მე ვფიქრობ დიდი მიღწევაა. თუ კი მეც თვალს დავხუჭავ. მაშინ ვისი იმედი უნდა გქონდეს ბავშვს. მოგესალმებით ნინი თოლქში. დღეს ვისაუბრებთ იმ ბარიერებზე, რასაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოება და ცხოვრება გვიწესებს. ნინი თოლქში ზოგადად ხშირად ვეხებით ფსიქოლოგიას, განათლებას და ცვლილებებს. ჩემი დღევანდელი სტუმარი კი ნამდვილად იმსახურებს ამ სტატუსს, change maker, რომელსაც შემოაქვს საზოგადოებაში ცვლილებები და ძალიან აჯანსაღებს ჩვენ საზოგადოებას. მან ჯერ საკუთარ დიაგნოზს, საკუთარ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, შეეწინააღმდეგა და პროტესტი გამოუცხადა და დღეს კი სხვა ადამიანების ცხოვრებას ცვლის სასიკეთოდ. სანამ მას წარგიდგენდით, გეტყვით, რომ ნინი თოლქს პოდკასტის გენერალური მხარდამჭერი გახლავთ ალტე უნივერსიტეტი. ჩემი დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ უზურპაზესი ქალბატონი შორენა ხუხუა, ავტორი, მწერალი, ბესტსელერისა შემოვალ ეტლით. შორენა, უღრმესი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ხარ და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე და ვფიქრობ, რომ ისეთი კარგი ეპიზოდი გამოგვივა ჩვენი მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის. მოგესალმებით, იმედი მაქვს იქნება საინტერესო. შენი ისტორია, როცა მე მოვისმინე, ერთ-ერთ რაღაცა სუფრაზე ვიყავით ერთად. ძალიან დამაინტერესა და იმ მომენტშივე მივხვდი რომ შენ ნამდვილად იყავი ის ადამიანი, ვინც უნდა მჯდარიყო ამ სავარძელზე, იმიტომ რომ გაქვს საოცარი ისტორია, შენ როგორც პიროვნებას, რაღაცა ორი ცხოვრება გაქვს მგონი და მოდი მაგაზეც ვისაუბროთ და გარდა ამისა, აკეთებთ ისეთ საქმეს და ეწევით ისეთ საქმიანობას, რაც ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და მოდი დავიწყოთ ჯერ ზოგადად შორენზე საუბარი. ცხოვრება ავარიამდე და ავარიის შემდეგ. საზოგადოებისთვის ალბათ გარკვეულწილად ვინც გიცნობს შორიდან, ცნობილი არის შენი ისტორია, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება, როგორ შეცვალა ავარიამ და მოდი ამაზეც რომ გვესაუბრო, მოკლედ, გაიხსენო ეს პერიოდი შენ ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება ნამდვილად 30 წლამდე და 30 წლის შენ ახლა 47 წლის ვარ. ასე შემიძლია დავყოთ, მადლობა. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრებით მანამდე ცხოვრობდი, იმიტომ რომ მუშაობდი საქართველოს სომხეთის საზღვარზე, სადახლოს აზერბაიჯანულ სკოლაში, ვასწავლედი ქართულ ენას, ეთნიკურ უმცირესობებს და ვიყავი კონსულტანტ-მასწავლებელი, კონსულტირებას უწევდი ქართულის მასწავლებლებს, ადგილობრივებს. შემდგომში ეს პროექტი დაიხურა და სკოლამ შეინარჩუნა, თვითონ მიხდიდნენ ხელფასს, რომ მევლო საზღვარზე და მე ძალიან მიყვარს ბავშვები, ძალიან მიყვარს ლიტერატურა, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან მიყვარს ხატრული ლიტერატურა და ძალიან მიყვარს სწავლება. როდესაც მოვყევი ავარიაც მახსოვს სხვათა შორის და ნათლად, მეგონა რომ დამთავრდა ჩემი საგანმანათლებლო მოღვაწეობა, იმიტომ რომ ფეხებზე რო დავხედე, დამტრული მქონდა ეს ფეხები დალეწილი. ვიფიქრე რომ ფეხები მაქვს მოტეხილი და აი უკვე მე ვეღარ ვივლი, საჭესთან ვერ დავჯდები, ვეღარ ვიმუშავებ, ბავშვებთან ვეღარ დაუბრუნდები. აი ეს განცდა მქონდა, ანუ გულის ტკივილი მქონდა რომ ვერ დაუბრუნდები პედაგოგობას. თუმცა აღმოჩნდა რომ პოლიტრავმა არ იყო მხოლოდ ფეხების მოტეხვა. ძალიან დიდი ხანი გავატარე რეანიმაციაში, ეს ეპიზოდები წიგნშიც მახალ აღწერილი და ის ეყრდნობა ჩემს დღიურებს. რეანიმაციაში ახლა წევს ადამიანი, შიშველი, რაც იდენტობას სრულიად გართმევს, იმიტომ რომ პროცედურები ჩაგიტარონ, გასაგებია, მაგრამ მე ძალიან განიცდი ამას, რომ გაფარია რაღაც ერთი ნაჭერი და მოგაცევად, სულ ვამბობდი რომ ჩამაცვით, რომ ხდება მეცვას რამე, რადგან ვერ ვგრძნობდი თავს ადამიანად, რადგან არ მეცვა, ეს პირველი ძალიან მძიმე განცდა. ну ამას ვამბობ 2-3 კვირის შემდეგ, ხსა როცა გონს მოვედი და არაერთი ოპერაცია ჩამიტარდა, იმისთვის რომ რეაბილიტაცია გამევლო. რთული და მძიმე ხშირად მეკითხებიან ჩემი ყოფილი ექიმები და ექთნები, რომლებიც მივლიდნენ, რას გრძნობდი მაშინ. ეს იყო დრო ტკივილიდან ტკივილამდე, აი ძალიან რო გტკივა და ცოტა რო შემსუბუქდება, მერე რო ისევ გტკივა და აი დრო გადიოდა ტკივილიდან ტკივილამდე და დიდი საათი ეკიდა რეანიმაციაში მახსოვს და უყურებდი ისრებს, როგორ მიცოცავდა ის და როგორ იცვლებოდა დღე. თუმცა როცა ადამიანი იქ არის წამლების ზემოქმედების ქვეშ, დღეებიც ერევა, ანუ მე რომ მეგონა ერთი დღე გავიდა, შეიძლება გავიდა ერთი კვირა, რომ მეგონა გავიდა 2 დღე, გავიდა 5 დღე. ეს ახლა ამ გადასახედიდანაც რთული გასახსენებელია, თუმცა მე ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა უფრო გამაძლიერა
და ალბათ შექმნა ის ადამიანი, ვინც ვარ ჩვენ პოდკასტამდე საუბრობდი და ვთქვი მე როგორ უნდა შემაშინოს რა, როდესაც ბევრად უფრო მძიმე მომენტები მქონია. აი, როდესაც მე 5 ოპერაცია გავიკეთე, ფეხის ეს იყო ძვლის გადანერგვა, ჩემივე თეზოსვალი გადანერგა ბრწყინვალე ქირურგმა გელა ჩადუნელმა, 10 გარდაცვლილმა და ჩაატარა ესეთი ექსპერიმენტული ოპერაცია, რომ ფეხზე გამევლო, მაშინ უკვე დამჭირდა ეტლი, რომ არ დაზიანებულიყო მისი ოპერაცია, მე ხეხებლის ტრავმა არ მქონია. და რა უნდა გამეკეთებინა, ჩავჯდე ეტლში, დაუბრუნდე სამსახურს, თუ დავჯდე სახლში და დაველოდო გავივლი თუ არ გავივლი და მივიღე მაშინ გადაწყვეტილება, რომ ჩავჯდე ეტლში, რასაც ჩემი ოჯახია, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი უფრო პატარა იყო, ახლა იმდენი მის აზრს ისე არ ვუსმენდით, მაგრამ ჩემი ძმები იყვნენ ძალიან წინააღმდეგები, რომ ჩაჯდეს ეტლში ვეღარ ადგება და ეს სტერეოტიპული აზროვნება. ჩავჯექი ეტლში ოპერაციიდან მესამე კვირას და უმეგობრდი რატი იონათამიშვილს, ამჟამად პარლამენტარი გახლავთ რატი, მაშინ იყო ამ პარაოლიმპიური მოძრაობის ძალიან აქტიური აქტივისტი და მისი ეტლით დავდიოდი. ეს იყო ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე ესეთი ყველაზე აქტიური პერიოდი შემიძლია გითხრათ, როგორც მასწავლებლის, ყველა გამოცდა მაშინ ჩავაბარე, დირექტორობის გამოცდას მათ შორის გასართობად გავედი უბრალოდ და ჩავაბარე. ნუ ერთადერთი ვიყავი ეტლის მოსარგებლე და დღეს აქ ვარ. შემდეგ სამყარო, აი რო ზიხარ და ვერ დგები, სხვანაირი არა მთელი სამყარო, ეს უზარმაზარი პლანეტა ზემოდან დაგცქერის. ახლა ბევრი ადაპტირებული სივრცეა თბილისში და მაშინ ძალიან ცოტა ადაპტირებული სივრცე იყო. ძალიან მიჭირდა ტრანსპორტის ყიდვა მახსოვს. მანქანის დაპარკინგება, როგორც გითხარით პოდკასტამდე დღეს ხონდა ხო პარკინგის. არა, მაშინ არ იყო ესე განსაზღვრული, არა, ვერ გააჩერებდი. სულ 112-ში ვრეკავდით, იქ ვიღაცის მანქანა იდგა. ასე ახლა უკეთესიც მდგომარეობა არის. რაღაცა წვრილი თქვენ შეიტანეთ. კი, როგორ არა, ჩვენ დავდიოდით, ვარიგებდით ამ სარეკლამო რომ აქ არ უნდა გააჩერო, რატო არ უნდა გააჩერო, ამ ბანერებს ვაკრავდით, მე რომელიმე მანქანა თუ იდგა ჩვენ ადგილას ზედ ვუკრავდით რაღაც რომ ლახავ ჩვენს უფლებებს და ვარიგებდით სტიკერებს, სადაც ეწერა რომ შეშმო პირის ადგილი როგორი დაცული უნდა იყოს და მახსოვს ერთხელ ხურდები ჩამიყარეს, ხელი გავუწოდე. რა ის სტიკერი თქვენ ჩათვალეს რომ ეტლში რო შეხედა რაღაცა ესეთი არის ეს სტერეოტიპები საზოგადოებაში. მე ხუმრობდით რომ შორინამ იმდენი ფული მოაგროვა რესტორანში წავიდა საღამოს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხუმრობით. ძალიან თბილად მახსოვს ეტლში ყოფნის პერიოდი, მიუხედავად ფიზიკური სირთულეებისა, რაც მე მქონდა, გარდა სიარულის ახლა მე დღემდე მაქვს ფილტვის რამო და დღემდე მაქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ჩემთვის საამაყოა რომ თავს შეშმოპირა დღემდე მივიჩნევ და ამ მოძრაობის აქტიურ წევრად დღემდე მივიჩნევ, ყველა ბარიერს ხედავ, ყველა საფეხურს და ვფიქრობ რომ შეიცვალა, იცით, ბევრი რამ უკეთესისკენ ამ მიმართულებით. მართალია, როცა სხვა ქვეყნებში მივდივარი, ბევრად უფრო დაცულია შეშმოპირთა უფლებები. ფრანკფურტში მაგალითად ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე იყვნენ ავსტრიელები, გერმანელები, შეშმოპირები იყვნენ მოსულები და ძალიან გაოცებული მეკითხებოდნენ, მართლა ასეა თქვენ ქვეყანაში, ყველგან ადაპტირება არ არის და ისე შემცხვა მე ამ პატარა ქვეყნის პატარა შვილს ვიჯექი და პარალელი და მაშინ მე ვთქვი რომ აი ახლა უკვე კეთდება და რაღაცა მაინც თავი რაღაცნაირად უხელხულად ვიგრძენი რომ ძალიან უკვირდათ ეს რაღაცა ფანტაზიის სფერო იყო რომ შეიძლება ადამიანი სადმე ვერ შევიდეს. მახსოვს რომ შევედით ადაპტირებულ სივრცეში, მაგრამ ხელები ვერ დავიბანეთ, იმიტომ რომ ონკანი სხვაგან იყო დამონტაჟებული და სკოლის დირექტორი რო გავხდი, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ადაპტირებული საპირფარეშო და ადაპტირებული ეზო. მე დავჯდებოდი ეტლში და ვეუბნებოდი ხელოსანს, არ იცოდა როგორ გაეკეთებინა. აი სანამ ეს ეტლი არ გაივლის, მანამდე უნდა ვიმუშაოთ და ძალიან ისე ამყოლეს სხვათა შორის ყველანი და ამბობდნენ რომ თქვენი სკოლის გარემონტების შემდეგო ჩვენ ვქირაობენო რომ ადაპტირებული საპირფარეშოები გავაკეთოთ. სკოლა ესე ანუ რაღაცა მაგალითი მიეცით უკვე და ძალიან კარგი არის რომ თქვენი გამოცდილება ესეთ გამოთქმა არის სანამ სხვის ფეხსაცმელს ვერ ჩაიცვამ, ვერ გაიგებთ მდგომარეობასა და მანამდე თუ გქონდათ ესეთი დამოკიდებულება ზოგადად შეშმოპირების მიმართ, თუ თქვენმა ამბავმა უფრო რაღაცნაირად გადაგაფასებინათ. ნახე ნინი თითქოს მქონდა, მაგრამ ეს იყო თითქოს. მე მეგობრობ ოლიმპიურ კომიტეტთან და მათთან ერთად სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებ და შეშმოპირებთან ერთად მქონდა რაღაც სპორტული აქტივობები და ასე შემდეგ. თითქოს ვიცოდი. ისე რომ აი მე და რატი ერთმანეთი რო გავიცანით იონათამიშვილმა, მაგიდასთან რო ეტლში იჯდა მე არ შემიმჩნევია იმდენად არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, არც ქონდა. და როდესაც საუბრობდით, მითხარ რომ თუ არ გამატარებ, ანუ ჯერ შენ თუ მე ვერ გავივლი ეტლითო. და მაშინ შემამჩნიე რომ ეტლში იჯდა. უი რატი მეთქი ვერ შევნიშნე რომ ეტლში ზიხარ. შენ ხარ პირველი ადამიანი რომელმაც ეს ვერ შეამჩნია. იმდენად არ ქონდა მნიშვნელობა თქვათ როგორ სკამზე იჯდა რატი. მაგრამ მაინც სანამ მე არ ჩავჯექი და ჩემს კანზე არ ვიგრძენი, ასე ვთქვათ, ჩემს ფსიქოლოგიაზე არ ვიგრძენი, უფრო ვიყავი შეშმოპირთა მეგობარი, ვიდრე ბოლომდე მესმოდა მათი. ახლა კი, რა თქმა უნდა, ამ თემის წარმომადგენლად მივიჩნევ დღემდე თავს.
რეაბილიტაციის თემას რო შევეხოთ, ეს დაახლოებით 2 წელი იყავით თქვენ ეტლში, ხო? და მანამდე ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადიოდით. 7 წელი იყო რეაბილიტაცია, მაგრამ ეტლში წელიწადი და რამდენიმე თვე კი ვიყავ. ბატონო. და ეს პროცესი ხო ფიქრობ, რომ რამდენადაც ფიზიკურად, იმდენად ფსიქოლოგიურად ძალიან რთული არის და რა მოგცათ იმ მომენტში ძალა, რომ აი ქონიათ თუ არა მომენტი, რომ აი უნდა დავნებდე, მეტი აღარ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკმაოდ ისეთი აქტიური ცხოვრება გქონდათ მანამდეც და ეს ვფიქრობ, რომ თქვენი ხასიათის ნაწილი არის. აი რა მოგცათ იმ მომენტში ძალა, რომ გაგეგრძელებინათ წინ წასვლა და აი რაღაცნაირად თქვენ მდგომარეობას არ შეგუებოდით. ეტლში ჯდომა ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა პრობლემა. ეტლი იყო თავისუფლება. ანუ ეტლში თუ ვიჯექი გავდიოდი სახლიდან, მუშაობდი ვიჯექის საჭესთან. ეტლის გარეშე ბევრი სირთულე მქონდა. ან ეტლიდან ადგომის პროცესი უფრო რთული იყო. ვიდრე ჯდომა. ჯდომით საკმაოდ კომფორტულად ვიჯექი მე იმ ეტლში, მე ექიმი აპროტესტებდა, რომ ნელ-ნელა უნდა უკვე წამოდგე და უნდა გაიარო. ადვილი ძალიან კარგად ვიჯექი, მე თან მე მაინც კარგი ეტლით მოსარგებლე არ ყოფილი ვარ, სულ ამბობდი გამაგორეთ დამიყვანეთ და ეს კომფორტის ზონაში. რთული იყო წარუმატებელი ოპერაციები. აი რაღაცას გაიკეთებ და ნუ ვარ გამოიღო შედეგი. არაერთი ესეთი რენტგენი და სხვადასხვა შემოწმებას რო გაივლიდა და ამბობდნენ შენი ძვალი არ შეხორცდა. მაშინ მქონდა ეს უმწეობის განცდა. რომ აი რა გახდა, რა მოხდა, აი კაი ვერ გავიარე, მაშინ მითხარით რომ ვერ გავივლი და ნუ დავრჩები ამ ეტლში. მეცოდინება რომ ამის იქით რა გზა არის. უფრო ეს იყო დამღლელი, თორე ეტლში როცა ჩავჯექ მე უკვე ვიცოდი რომ ეს ოპერაცია თუ არ გაამართლებ და გავაგრძელებდი ამ ეტლში ჩვეულებრივ ცხოვრებას და საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას, აი წამოდგომის პროცესში იმდენად დამღლელი იყო. აი სწორედ ეს რეაბილიტაციის პროცესი, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს წარმატებული, მაგრამ ეს რეაბილიტაციის პროგრამები აი არ არის მაინც და მაინც ისეთი. ხო, ნუ ისაც ახლა აქვს ამის შესაძლებლობა, ახლა რიგით მასწავლებელს მაგის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს, არც ახლა გვაქვს და არც მაშინ ქონდა. იმედია მომო იმედია. ნუ ეს რეაბილიტაციის პროცესი კი ძალიან ისეთი საინტერესო იყო თქვენ წიგნშიც. მოდი წიგნსაც რო შევეხოთ. თქვენ ხართ გამარჯვებული ბესტსელერის ავტორი 2017 წელს თქვენი წიგნის სახელწოდებით ჩემოვალ ეტლით, რომელმაც მეც სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე და იმ მართლა რაღაცნაირად სულ სხვანაირად დამანახა შიშიშმო პირების ცხოვრება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ქუჩაშიც გვხვდებიან შიშიშმო პირები, თუნდაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები, რაღაცნაირად თითქოს აი თანაგრძნობის ემპათიის რაღაც შეცოდების გრძნობა გვიჩნდება და ეს ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს მათთვის უკვე შემოწუხებელი და დამღლელიც კი შეიძლება იყოს და თქვენ წიგში რაღაცნაირად ისე სხვა კუთხით დაგვანახეთ ეს ეტლში მოსარგებლე გოგონა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ცხოვრებაც, პირადი ცხოვრებაც, ვიღაც უყვარდეს, ვიღაც მოსწონდეს, ჰქონდეს სექსი. ანუ რაღაცნაირად ცოტა უხერხულობის განცდა მქონდა რომ ვკითხულობდი, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან სხვა კუთხით შევხედე მე უკვე ამ რეალობას. რა მგიბიძგა ზოგადად და რა იყო თქვენი мотиваცია, როცა ამ წიგნს წერდით, ვიცი რომ რაღაცა ჩანაწერები თქვენი დღიურიდან არის, მაგრამ ძირითადი ნაწილი მხატვრული არის და აი რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც ამ წიგნს წერდით? როდესაც ეტლის მოსარგებლებთან ერთად მე ჩავერთე პარაოლიმპიურ მოძრაობაში, მაშინ უკვე ვიცოდი რომ ამ ყველაფერზე დავწერდი, იმიტომ რომ საზოგადოება არ იცნობდა. მარგინალური ჯგუფად იყო თითქოს გამოყოფილი და ჩვენ თითქოს ჩვენთვის ვიყავით და საზოგადოება არ გვიცნობდა და ვერ გვხედავდა. რეალური ეპიზოდებია, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრების, ჩემი მოყოლილი, მხატვრული გამონაგონი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ არა იმდენი, რამდენადაც რეალისტური და ყოველთვის ვიცოდი რომ ეს ჩემი მეგობრები აქედან მივესალმები მათ. აუცილებლად უნდა დაენახა საზოგადოებას, რომ იმიტომ კი არა ეტლში ზის და ვაიმე ვერ გადაადგილდება. ეტლი არის გადაადგილების საშუალება, ზოგი ფეხით დადის, ზოგი ბორბლებით დადის, ზოგი ჩოხის დახმარებით და მე ეტლშიც იგივე შორენა ვიყავი, რაც ახლა ვარ ამ წუთას და იგივე ვიყავი, რაც ავარიამდე და ვიცოდი რომ აუცილებლად ვიცოდი რომ ამაზე დავწერდი. ბავშვობაში სულ მეუბნებოდა მამა, ქართულის მასწავლებელი იყო ისიც, რომ შენ წერალი გამოხვალ ისე წერ. მეც მე წერალი გამოვალ ამბობდი, მაგრამ ამის დრო თითქოს არასდროს არ დგება. სწორედ ეტლის მოსარგებლობა იყო ის პერიოდი, როცა ამაზე დავფიქრდი, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დაწეროს ადამიანმა, ვინც იცის რა არის ეს. არა ვთქვათ დაწეროს იმან, ვისაც უბრალოდ უნახავს და შეუსწავლია, შეიძლება ძალიან კარგად დაწეროს. და ვიცოდი რომ აუცილებლად უჩვენებდი საზოგადოებას გოგოს რომელიც იჯდა ეტლში, მამაკაცს რომელიც იჯდა ეტლში. ამის გამო შიშიმო პირთა თემიდან მე ძალიან ისეთი პოზიტიური გამოხმაურება მქონდა და პრეზენტაციებზე საქართველოს ყველა ქალაქში მქონდა პრეზენტაცია, ყველგან ტიპურ ადამიანებზე მეტად იყვნენ შიშიმო თემის წარმომადგენლები, ყველა მიმართულებით სხვათა შორის და ახალგაზრდები პრეზენტაციის მერე მეკითხებოდნენ, ანუ მე სასურველი ვარ, ისიც ანუ მე შეიძლება შემიყვარო, იმიტომ რომ არის ეს სტერეოტიპი, რომ ეტლში ზის, ესე იგი, ნუ კარგი
მეგობარია, ასეა, რაღაცა სტერეოტიპული, მაგრამ არის კი სასურველი ის და ის რომ ჩემი მთავარი პერსონაჟი არის სასურველი გოგონა, ძალიან სასურველი და არ არის ის იდეალური და არ არის რაღაცა განსაკუთრებული და დიდი ნიჭით დაჯილდოებული რამე. დიდი თაყვანისმცემელთა. რა თქმა უნდა გამოვიყენე ესევე სპორტული გამარჯვებები, ეს იყო ირმა ხეცურიანის გამარჯვებები, მადლობა ირმასაც ამისთვის რომ ის კონსულტაციას მიწევდა ამ წიგნის წერის დროს, კონსულტაციას მიწევდა მშვილდოსობის პრეზიდენტიც და ყველას მადლობა, ძალიან დამეხმარა ყველა ადამიანი და განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანს, რომელიც კონსულტირებას მისწევდა სწორედ ამ ინტიმური თემის მიმართულებით, ტრენერი ნამდვილად არსებობს და ეს დამნიშნულოვანი არის, რომ გონია რომ თვითონ შეშემოპირებმაც ნაკლებად იციან ამ შესაძლებლობების შესახებ და დამნიშნულოვანი არის რომ რაღაცნაირად ცნობიერება ავამაღლოთ ამ კუთხით. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო, ეგ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ ალბათ განცდა აქვთ თვითონაც როცა ეტლში ჩაჯდებიან, რომ ამით უკვე ეტლი განსაზღვრავს მოკლედ მათ პიროვნებას და თქვენი წიგნით რაღაცნაირად მოახერხეთ იმის თქმა, რომ ეტლი უბრალოდ არის გადაადგილების საშუალება. მე ისევ ისეთი სასურველი, ისევ ისეთი სექსუალური და ისევ ისეთი რაღაცა მომხიბვლელი ვარ და მაქვს ჩემი სურვილები და მოთხოვნილებები. შეშემოპირები გასაგებია, რომ ამას რაღაცა დადებითად შეხვდნენ, მაგრამ საზოგადოების აი ტიპური წარმომადგენლებისგან როგორი რეაქცია იყო? ამ წიგნმა მოიპოვა ლიტერატურული პრემია და შემდეგ გამოიცა გერმანულადაც ავსტრიულმა გამოცემულმა გამოცა. და როდესაც დამირეკეს რომ ლიტერას მოკლესიაში ხარ, გულწრფელად ვაღიარო, ხომ მარნეულში მიმდევრად დაკავებული ვარ ჩემი საგანმანათლებლო საქმიანობით, რომ ლიტერა რა არის, მე თქვი შემიძლია ავაღიარო, თქვა ვიკითხე, იცით არ ცალია და მე დამირეკეთო. მე რომ დამირეკეს, ის რომ წავიკითხე პრემია რომ 5,000 ლარი იყო, მომეწონა მე დავგუგლე შემდეგ და მე ვთქვი თუ კი ადაპტირებული არ არის, სადაც დაჯილდოება იქნება. მე არც ვიცოდი რომ გამარჯვებული ვარ. ჩავთვალე რომ რადგან წარადგინა გამომცემლობა, იმ 32 გამარჯვებულში ვარ და უნდა დავესწრო და ხარ აუცილებელი დიდი ამბავი თუ არ დავესწრები, ვინ მიკითხავს. ძალიან შეშფოთდნენ, იცითო ჩვენო ადაპტირებული არ ვართო. მწერალთა სახმა მითხრა, მაგრამ დროებით კონსტრუქციას მოვიტანთ, რომ თქვენ მოხვიდეთ და მაშინ კი ვიფიქრე, ხო არ ვიმარჯვებ შემთხვევით, ასე ძალიან ცდილობენ ჩემს მიყვანას. ეხლა ძალიან მithხოვე. იმიტომ რომ მე რომ ღონისძიება ტარდება ჩემთან შეხვედრან რაიმე პალიტრა მიცის, რომ აუცილებლად ადაპტირებულში უნდა ჩაატაროს, თორე არ შევალ, იმიტომ რომ მე რომ დავდე პოსტს, რომ აქა და მოვიდეთ, მოდიან ჩემი მეგობრები და ხა ისინი თუ ვერ შემოვლენ, მეც არ შევალ. დღესაც კი. დიახ, რა მნიშვნელობა აქვს მე წიგნი რო დავწერე, დავდიოდი. და როდესაც წერო, აი ხალხო აქა და აქ იმართება ეს მას ნიშნავს, რომ ყველას უნდა შეეძლოს იქ შესვლა. დაამაგრეს დროებითი ეს პანდუსი, მითხრეს, რომ ალბათ გააკეთეს, არ ვიცი, მე რა შემოწმებია. და მე ჩემს ეტლით მოსარგებლე მეგობრებთან ერთად მივედი და რომ გამოაცხადეს, თხოვე რომ ჩემს ერთ-ერთ მეგობას შენ ადი და შენ გამოართვი მეთქე ეს, ერთად ავიდეთ და ავიყვანე. რო ავიყვანე, ჩათვალეს, რომ იმდენად ჟიური მე არ მიცნობდა, ჩათვალეს, რომ ვინც ეტლში იჯდა და მაცილებდა, ასე ვთქვა, სცენაზე მე. ის იყო შორენა ხუხუა. გადასცეს, აჯილდოებენ ეს დაბნეული უყურებს ეს ანას, ძალიან მაგარი გოგო ანა და ზღაიცე მოგესალმები ანა აქედან. მე არა ვარ შორენა ხუხუ ამბობს მე არ მიხოლ ის არა ჩემი ეს ლიტერა და მან გადმომცა და მაშინ გაიგო ჟიურიმ რომ ავტორი ეტლით მოსარგებლე არ იყო. და იდგა ფეხზე და მშვიდად ელოდებოდა როდის დაუბრუნებდნენ ლიტერას რომელიც გადასცეს სხვას. ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანი იყო რომ პალიტრა მის წელი შეშემოპირთა დაცვის წლად გამოაცხადა. ყველგან სასტარდებოდა პრეზენტაცია იყო ადაპტირებული, თუ არ იყო ბიბლიოსი ადაპტირებული, ქირავდნენ ადაპტირებულ შენობას და დღემდე მეგობრობ, მე ძალიან მიყვარს პალიტრაელი, ეს გამოცემლობა არის ჩემი გამოცემლობა, შემიძლია ვთქვა, ბოლომდე ალბათ იქნება ჩემი დარწმუნებული ვარ ამაში. ყველგან სადაც ვარ, ცდილობს რომ იყოს ადაპტირებული სივრცე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. შვენიერი. რა არის ის შორენა, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ შეშემოპირებს? ერთი არის ჩვენ როგორც ვუყურებთ, მაგრამ თქვენ რადგან უკვე მათ ფეხსაცმელში ნამყოფი ხართ, ასე ვთქვათ, რა არის რაც გინდათ რომ იცოდეს საზოგადოებამ მათ შესახებ? არა აქვს მნიშვნელობა. როგორ დავდივართ ჩვენ? ფეხით, ბორბლით, ყავარჯნით. თუ ვერ დავდივართ, შეიძლება ვიწვეთ და საერთოდ ფეხზე ვერ ვდგებოდეთ. 6 თვე მე ვიწექი და ჩემი ადგომა იყო 2 ბალიშიდან 1 ბალიშს რო გამომაცლიდნენ. ადამიანი არის ის, ვინც არის. სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს და ეს მინდა იცოდეს საზოგადოება. რომ ისეთივე გული გვაქვს და ისეთივე გრძნობები გვაქვს, რომ როგორც ნებისმიერ ადამიანს და ყველა ადამიანი განსხვავებულობით ფასდება და არაერთნაირობით. რა საშინელი იქნებოდა სამყარო, ყველა რო შორენა ხუხუას გავდეს, ან ყველა რო ნინის გავდეს. იმით ვართ ჩვენ ფასეულები, რითიც განსხვავდებით ერთმანეთისგან. ეს მინდა რომ იცოდეს, მე მგონი ახალგაზრდობამ უკვე იცის და ბევრი რამ იცვლება ჩემი აზრით. მიხარია რომ ცნობიერება ამ კუთხით მაღლდება და ნუ ჩვენი პოდკასტით ამას ემსახურება რეალურად, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ დამოკიდებულებები შეშემოპირების მიმართ. ერთ ცოტა
სენსიტიურ შეკითხვას დაგისვამთ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული იყო ეს 7 წელი რეაბილიტაციის. დრო რო გადაგეხვიათ, მაინც დაუშვებდით იმ ავარიას? ნახეთ, ავარიას არ დაუშვებდი, იმიტომ რომ იქ დაიღუპა ადამიანი. ამიტომ. თუმცა მე რაც გადავიტანე, თვლი რომ ჩემი გადასატანი იყო. ის ტვირთი რაც მე მაქვს, ჩემი იყო. ტვირთად არც მივიჩნეო და მე ვფიქრობ ძალიან გამიმართლა რომ გადავრჩი. ხშირად ვამბობ, მე იღბლიანი ადამიანი ვარ. მე ვნება შენ მაგას როგორ ამბობ, ნუ რა ვიცი, ხوار რომ ერთი ჩამოვარ და შენ დაგეცემა თავს, ძალიან ხიფათიანი ვარ, ძალიან პატერაკიანი. მე რა ხوار რომ დამეცემა, სამაგერო ცოცხალი ვრჩები მე ვამბობ და ვაგრძელებ გზას. ვფიქრობ, ყველამ თავისი გზა უნდა გაიაროს, უკან დაბრუნება ძალიან რთული იქნებოდა, ძალიან რთული. თუმცა ძალიან შეგცვალათ. შემცვალა. მე არ ვიცი როგორი შორენახუხუა იქნებოდა რო არა ავარია. თუმცა ვფიქრობ, პიროვნულად ალბათ ვიყავია ეს უბრალოდ უფრო გამაძლიერა და სხვა ხედვა რა უნდა მოხდეს. მაგრამ ავარიას არ დაუშვებდი, იმიტომ რომ არ დაღუპულიყო იქ ადამიანი. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი წვლილი მე იმამარეში არ მივიწყო და მესამე მანქანა ვიყავი, რომელსაც ვიყავით მესამე მანქანა ვიყავი, რომელსაც სრულიად შემთხვევით დაეცა ზევიდან. BMW დაეჯახა მანდ სამარშრუტო ტაქს მანქანას ამოტრიალდა და ჰაერშიდან დამეცა მე, ანუ მე რო დავინახე მანქანა, ეგ იყო ბოლო რაც დავინახე ზემოდან დაცემული მანქანა და ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ დიდი გაბედულება იყო საჭისთან დაჯდომაც მე, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა, ვერ ვივლიდი. მუხრუჭის ხმაზე ახალც კი ჟურნალტელი მივლის ხომ, ეთყობა ბოლო ეგ გავიგე. მე არ მახსოვს, მაგრამ მე 7 სართულზეც რო ვიყო და მე 16-ს რაღაც მე ხურჭის ხმა გავიგო ხო, რა ჟურნალტელი მივლის დატოვა რა თქმა უნდა თავის ხო, მაინც ტრამვაი. კი, და განათებული ეს თეთრი ეს ახლაც თქვენთან ნატურები როა რეანიმაციას მახსენეს. ეს ინგლისშიც გიწერიათ, რომ გარკვეული პერიოდი შუქ ჩამქრალში არ ვერ ვიცინებდი, ხო უსაფრთხოების განცდა არ მქონდა. იმიტომ რომ შუქში მეძინა რამდენიმე თვე. თავარია დღეს აქ ხართ, ესე მშვენივრად გამოიყურებით. ესე შემოკუსკუსდით თქვენი ორი ფეხით და ძალიან დიდი იმედი ხართ და მოტივაციის წყარო ფიქრობთ შეშემო პირებისათვის. კარგი, ახლა გადავიდეთ ცოტა ნათელ თემებზე. ესეც ნათელი იყო, ნათელი იყო, რა თქმა უნდა, კი ბატონო. გააჩნია როგორ აღიქვამთ ეს თქვენი perception-ი, თქვენი აღქმა არის, როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას. და გეთანხმებით. გავიდა მოკლედ ეს რთული რეაბილიტაციის პერიოდი, რაღაცნაირად გადალახეთ, ფეხზე დადექით და თქვენ იმის რომ რაღაცნაირად შვიდი კომფორტული ცხოვრება გერჩიათ, ყოველდღიურად გადიხართ გლდანიდან მარნეულამდე ძალიან დიდ გზას და იქიდან მერე პირიქით. რა გაძლევთ ამის მოტივაციას, ეს ენერგია, ეს ძალა საიდან მოდის და რატო გადაწყვეტეთ, რომ ესე დისკომფორტში შესულიყავით. იმის ნაცვლად, რომ დედაქალაქში რიგითი მასწავლებელი დირექტორი გამხდარიყავით. ხო, დირექტორობაზე არც მიფიქრია, გამოცდაზე რო გავედი, გითხარით ვიყავი ეტლში. გავიგე რომ გამოცხადა, კიდევ ერთი გამოცდა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს გამოცდებზე სიარული. ყველა გამოცდა. ახლაც გავდივარ რაღაც გამოცდაზე, რომ ჩემი სპეციალობა არ არის, ჩემი სპეციალობა არ არის, მაგრამ რაღაც გამოცდები არის, რეგისტრირდები და მეცილად ვაბარებ. სულ რაღაცა ერთხელმა მე მგონი ჩაჭრილი ისიც მართვის მოწყობის გამოცდაზე ორჯერ ჩავიჭერდი, მე მესამე ჩავაბარეს ახალგაზრდობაში. მოკლედ დავინახე ეს გამოცდა, მეთქი დირექტორობა არ მსურდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა დირექტორი მყავდა, ბაბუა დირექტორი მყავდა, ბიძა დირექტორი. მე დირექტორობა არასდროს ხო რაღაცა ისეთი ფილოლოგების და დირექტორების სავარში თამამავალი, აი ისე გავედი რა, მეთქი მაინც სახში ვარ და ხა ეტლში ჩავსკუპდი, ჩემი გოგონა გავიძღოლე, იცით როგორ მიყურებდნენ გამოცდაზე. ამ საწყას რა უნდა და რა დირექტორება ვერ დადის, ვერ დგას. მაშინ ეს იშვიათი იყო შეშმობერი ქუჩაში და ახლა არიან უფრო საზოგადოებაში ინტეგრირებულები. მე მახსოვს რომ რაღაც ის გამოვედი 1903 წლით და რაღაც ყველა თავს დამტრიალებდა. ჩავაბარე ეს გამოცდა, რაღაც გასაუბრება ვერ გავიარე თუ რაღაც. დღემდე ვერ ამოხსენი ეგ ფენომენი. გავბრაზდი და მეორე ჯერ ჩავაბარე. სანამ ესე იგი გასაუბრება არ გავიარე და სერტიფიკატი არ ავიღე, არ მოვისმენე, იმიტომ კი არა რომ დირექტორობა მინდოდა. მე როგორ შეიძლება რა ვილაპარაკე ასეთი რომ გასაუბრება ვერ გავიარე. 2011 წელი სხვა ფაქტორები იყო, მოდი ობიექტური. ეგ ნიშნულოვანი ამ წუთას აღარ არის. იქაც ჩემმა ხასიათმა უჩვენა, ისეთი შეურაცხყოფილი დავრჩი რომ მივიღე რომ გასაუბრება ვერ გავიარე, ისე აღშმოთვდი. და ხელახლა დავრეგისტრირდი ამ გამოცდაზე, მახსოვს ზუსტად ზღვარზე ვიღებდი ქულას, ახლა რო ვთქვა ძალიან მაღალი ქულებით არა. ზღვარზე ზუსტად ერთი ქულა რო დამკლებოდა ვერ ჩავაბარებდი. და გამოცხადა კონკურსი და გადავწყვიტე რომ გავხდე დირექტორი, ეთლში ვარ ჯერ კიდე. უბრალოდ დგები და ხან ყავარჯნით, ხან ჯოხით, ხან რაღაცით მოძრაობ. და არ ამირჩიეს დირექტორად რა თქმა უნდა სამეურვეო საბჭო საერთოდ არც მომისმინდა სადაც წარმადგინეს მე ჩემთვის ლაპარაკობდი ისინი თავისთვის არ ამირჩიეს და დაახლოებით 9 თვის მერე
დავინიშნე მე ვიყავი დანიშნული დირექტორი. ეს დანიშნამდე საკმაოდ ისეთი სირთულეები იყო. არის უბრალოდ ისეთი არის, მაშინ უფრო არ მესმოდა იცით განათლების სისტემა და მეგონა რომ გამოსდის ჩაბარება არის სრულიად საკმარისი იმისთვის რომ გახდე დირექტორი. ეთნიკური უმცირესობის სკოლაში ქართველი დირექტორი ესე მარტივად ვერ ხდები. მე ავირჩიე ორი სკოლა, სადაც ქართველი დირექტორები იყვნენ, სადაც გამოსდა არ ქონდათ იმ დირექტორებს ჩაბარებული, რომ არ ყოფილიყო ეს ბარიერი. და შემდეგ გავხდი მარნეულის ნომერ მეორე საჯარო სკოლის დანიშნული დირექტორი. ახლა არჩეული დირექტორი ვარ, უკვე სამეურვე საბჭო მეორე მადაზე. ძალიან ისე დიდი სიყვარულით მისმენ და სამეურვე საბჭო, რომლის მშობლების შვილების მასწავლებელი ვარ და არა მხოლოდ დირექტორი. ასე გავხდი დირექტორი, ჯერ კიდევ მეკეთა კორსეტი ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად. გარკვეული პერიოდის მერე კიდე ერთი ოპერაცია გავიკეთე და რაღაცა გავიარე რეაბილიტაცია და ისევ ჯოხით დავბრუნდი. ახალ კაბინეტში მაქვს ის ჯოხი და მთხოვენ ხოლმე გვაჩუქე სიმბოლო და არ ვაძლევ არავის. რომ შევხედავ მახსენდება როგორ ვეყრდნობოდი მას და როგორ იყო ის ჩემი საუკეთესო მეგობარი. კიბეზე ასვლა ახლაც მიჭირს, მაგრამ ეგ პრობლემა არ არის. რაც შეეხება სიარულს, მე სადახლოში დავდიოდი მანქანით და ხმარნეული უფრო ახლოს არის. ან რაღაცა ეს დისკომფორტებს უეძებთ. არანაირად. არის დისკომფორტი არ გეყვართ. კომფორტი მიიღოს ხოთაშორის ძილის გუდა ადამიანი ვარ და არავის არ შეერა 6 საათზე რომ ადამიანი დგება და შვიცზე გადის როგორ შეიძლება უყვარდეს ძილი. მაგრამ ძალიან ძილის მოყვარული ვარ, უბრალოდ ცხოვრების ის რეჟიმი ავირჩიე, სადაც ძილი უბრალოდ არ გამოგადგება. უფრო მიჭირს თბილისში მოძრაობა, ვიდრე მარნეულში. თბილისში საღამოს არის, მე არ ვიცი, საცობებში გატარებული დრო შეიძლება ცალკე რომანის თემა იყოს. საცობში საკითხავი. საცობში მოსასმენი წიგნები რო არის, მოსასმენი. რაც შეეხება სკოლას, მე ვარ არაქართულენოვანი სკოლის დირექტორი, რომელსაც აქვს ქართული სექტორი, რომელიც ჩემი დირექტორობის პერიოდში გაძლიერდა ძალიან. მარნეულის სხვა გამოწვევების მუნიციპალიტეტი გახლავთ. მინდა რომ ვისაუბროთ, რომ განსხვავებული. ახლა მე ვარ მარტვილიდან, მივესალმებ მარტვილს აქედან. სოფელ კიწის, კი ამაყი მეგრელი, სოფელ კიწის საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული ამჟამად საჯარო. და კიწის სკოლაში სხვა რეალობაა, მარტვილის ცენტრალურ სკოლაში სხვა რეალობაა. თბილისის სხვა სამყაროა, ხოლო მარნეულის სხვა. ძალიან ბევრი განსხვავება არის. იცვალეთ და ბევრი სოციუმი. ჯერ სამეგრელოდან თბილისში გადმოსვლაც არ არის თვალ მარტივი და პირდაპირ ეთნიკურ უმცირესობასთან მიდიხართ და თან ცოტა სენსიტიური საკითხები არის მანდ. მოდი მაგაზეც რო ვისაუბროთ. რა სირთულეები დაგხვდათ და იქ გქონდათ თუ არა, როდესაც მარნეულში ესე ყოველდღიური სიარული დაიწყეთ და უკვე თქვენი საქმიანობის ნაწილი გახდა, რა იყო ესე, ვაუ, ეს სად მოვხვდი? აი, კულტურული შოკი თუ გქონდათ, რა იმაზე? არა, კულტურული შოკი დირექტორობის დროს როგორ მექნებოდა 10 წიანი ხელა გამოცდილება მქონდა. მე აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლობის და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვიყავი, ორგანიზაცია მქონდა კეთილინების მისია და ვახორციელებდი საგანმანათლებლო პროექტებს და ვიყავი ხელმძღვანელობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა 10 წელი ცოტა დრო არ არის. დირექტორობის დროს ვაუ ისეთი არაფერი დამხვედრია, რასაც ვერ მოვაგვარებდი, ან თუ არ გვარდებოდა, ესე იგი სისტემურად არ გვარდებოდა. აი, როდესაც ასპირანტი ვიყავი და ჩავედი სადახლოში, და რომ მიმოვიხედე და არავის ქართული არ ესმოდა და ვერავის ვერც ერთ ენაზე რო ვერ ველაპარაკებოდი, კულტურული შოკი მივიღე მაშინ. და არა როცა დირექტორი გავხდი. აი, მაგაზეც ვისაუბრე. ზოგადად უმცირესობა. სადახლოში რო ჩავედი, პატარა გოგონა შემხვდა ჭიშკართან და ვეუბნები დირექტორის კაბინეტი სად არის, გამანაწილეს, მაგრამ აი, სკოლა ვიცი, სკოლამდე მიმიყვანეს. ოღონდ არ ვიცი ვის როგორ ველაპარაკო და დირექტორი გაიგო ამბოშმა და ხელი ჩამკიდა მახსოვზე, ხელი ჩაკიდებული წამიყვანა კაბინეტამდე. ნუ ხა დირექტორმა იცოდა რუსული ენა, მესაუბრებოდა რუსულ ენაზე. სამასწავლებელში რო შევედი, ხომ უმეტესობა მიქ არც ქართულიც ის არც რუსული. აი, სრული შოკი მქონდა. პირველი ასწავლაში მოვხვდა, ეს იყო ლენინი, რომელიც მიმზერდა კედლიდან. ეს არის 2004 თუ 5 წელი რა, დაახლოებით და შოკი მივიღე, რასაც კი ბავშვობაში გადავარდი. 2004-ში აღარც იქარ უკიდე. ხო, გავაგონებული ვიყავი. ეს შოკები მე გავიარე 2004-ში. დირექტორობის დროს ახლა არაფერი შოკი. ილია ჭაჭაძე დავხდა დირექტორის კაბინეტში. არაფერი გაგიხარდა. ლენინის. არა, ქართველი დირექტორი შეცვალა ელემენტარულად და ქალაქის ცენტრში ეგ პრობლემები ისე არ არის როგორც სოფელში. პირველი ბრძოლა რაც გადავიხადე ეს იყო რომ ყავდა პატარა კოლეგა, რომელიც სტუდენტი იყო და თან სტაჟიორად ჩემთან მუშაობდა, ამჟამად დირექტორი გახლავთ და ძალიან კარგი დირექტორია ეს გოგო. მეუბნება რომ მე დამნიშნეს და თვითონაც ყვება ახლა ეს საიდუმლო არ არის, თვითონ ბავშვებთან საუბარს ამით იწყებს. მე ის არ მიყვარს. რა გავაკეთო? მე ვთხარი შეხვდი ახლა მაგაზე ეგ ბეჭედი ესტროლის სახეში. თუ გამოგეკიდა და რაღაცა შენზე დაიწყო ძალადობა, დავწეროთ პოლიციაში წერილი. ოღონდ მაშინ კანონები ისე სად ვიცოდი ხა 2006-7 წელია თვალს.
მოკლედ ამან მართლაც ესროლა ეს ბეჭედი ჩვენ გავექანეთ ადგილობრივ პოლიციაში მაშინ ვინც გავიცანი სხვა შესახოს საკრებულოს თავმჯდომარე დღემდე მეგობრობ იმ პოლიციასთან და ყველა დაგვეხმარა გავიდა წლები და მე თავის შეყვარებულს გაყვაცილებ ბრწყინვალე დირექტორია, ბრწყინვალე დედა და ბრწყინვალე მასწავლებელია. დღეს პირველივე кейსი იყო წარმატებული, შემიძლია გითხრათ, როცა ძალადობრივ ქორწილებაზე იყო საუბარი. არასრულწლოვანი არ იყო, უბრალოდ მას ეს ტრადიციული დანიშნა და ასე შემდეგ, ვერ უწევდა წინააღმდეგობას, ვერ საუბრობდა, ვერ ამბობდა და პირველი ეს იყო, რომელიც ჩვენ დავძლიეთ ერთად. დანარჩენი ახლა მე რიგით მასწავლებელს აქვს მასწავლებლის ასე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ქართული ენის სწავლება, დამატებითი გაკვეთილები მქონდა მე არასამთავრობო სექტორით უფრო მეტი და მეტი გავაკეთეთ და მე ვფიქრობ რომ სადახლოში ძალიან უყვარვარ დღემდე და ყველა ქორწილში მეპატიჟებიან უბრალოდ წერიანი მამაკაცები რომ მოვლენ მაშორენა მას მაშინ ხვდები რომ ცხოვრება გავიდა უკვე იმდენი წელი გასულა რომ აშკარად ეს ჭაღარა ხალხი არიან ჩემი ნამოწაფარები. შვენიერი რაღაც პარალელი რო გავავლოთ ახლა სადახლოსა და მარნეულს შორის ანუ რამე თუ არის შეცვლილი და რას ასიკეთო ცვლილებები არის ზოგადად ეთნიკურ უმცირესობებზე რო ვისაუბროთ ეს ხალხი რეალურად ცხოვრობს ჩვენთან და ვფიქრობ რომ საქართველოს რაღაცნაირად მრავალფეროვნების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები არიან ჩვენი მოქალაქეები არიან და შესაბამისად რაღაცნაირად ცალკე და განდგომილად არ უნდა ვსაუბრობდეთ მასზე მაგრამ ინტეგრაციის ნაწილში რა განსხვავება არის რა შეიცვალა მოკლედ ამ 20 წლის მანძილზე ჩვენთან ცხოვრობდნენ ამ ტერმინსაც გავაპროტესტებდი ახლა მე ცხოვრობენ სამშობლოში ეს მიწარის მათი სამშობლო და ყველა ჩვენგანი სამშობლო პირადად მე ვფიქრობ რომ ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა გამხადა უფრო ტოლერანტი ვიდრე ვიყავი იმიტომ რომ სკოლა ამის განათლებას არ გვაძლევდა ჩვენ რას ნიშნავს ეთნიკური უმცირესობა და მხოლოდ ვისაძით ფურცელზე დაწერილი ფურცელზეც არ ეწერა ჩემ ბავშვობაში სიმართლე გითხრათ და მე ჩემი ბავშვების სიყვარულით გავხდი ტოლერანტი და უფრო კარგი ადამიანი ალბათ და უფრო კარგი მასწავლებელი და ვინც ვარ ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორედ ეთნიკურ უმცირესობამ ვფიქრობ რომ მადლობა მათ არაერთხელ უნდა გადაუხადო როცა მე ვუყურებ ჩემ ბავშვს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მას რა ეთნოს მიეკუთვნება რომელი რელიგია აქვს მით უმეტეს ჩემ სკოლაში სხვადასხვა რელიგიები არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან მაგრამ რეალობა შეცვლილია არა ვთქვათ სადახლო მარნეული წლები გავიდა და ბევრი რამ გაკეთდა მათი ინტეგრაციისთვის და თუ თქვა წლების წინ გაოგნებული იყო როცა ჩვენ პოლიციაში განცხადება დავწერეთ და ეს იყო პირველი შემთხვევა ალბათ რაც მოხდა რომ გოგონა აპროტესტებდა რომ არ უნდა და ოჯახი ვიზეც ათხოვებდა გათხოვება ახლა ეს ჩვეულებრივი თემა არის ფიქრობ დიდათ არ სიამოვნებს ალბათ პოლიციაში შემიწერილები მაგრამ რეკორდული რაოდენობის წერილებს ვგზავნი მე მათ ყოველ წამს და ყოველ წუთს მიმართავ დახმარებისთვის და კარგად თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან სხვათა შორის ძალიან ყოჩაღი წარმომადგენლები ყავთ მათ ჩვენთან და ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ბავშვებთან. იცით რა მაინც როცა ახალი დირექტორი ვიყავი თავიდან უცებ ვერ ვიგებდი იმიტომ რომ გიმალავენ ენა ვიცი მე აზერბაიჯანული მესმის ჩვეულებრივ არ გეტყვიან თუ რამე პრობლემა არ გენდობა ბავშვი ეშინია და შეიძლება არ გითხრას და 2-3 წელიწადში შეიცვალა ეს მე ბავშვებთან ალბათ ყველაზე ახლოს ვარ უფრო ახლოს ვიდრე მათი მშობლები ვიდრე მათი მეგობრები როდესაც პრობლემა ყოფილა ღამის 3 საათზეც დაურეკავთ ჩემთვის რომ მიშველე დამეხმარე წლების წინ იყო ასეთი რომ ათხოვებენ ძალით არასრულწლოვანს რომ უკვე საქმრო მოსულია და რომ ბავშვი მწერდა რომ თუ არ დამეხმარები ნუ აღარ მინდა დეტალებში შევიდე რომ იყო რაღაც სუიციდის ასე შემდეგ მუქარა იყო შემთხვევაში ამბობდა და მე 3 საათზეც დამირეკავს პროკურატურაში შუაღამისასაც ჩავსულა მარნეულში და დღეს რო ვუყურებ იმ ადამიანებს როგორ ბედნიერად ცხოვრობენ და როგორ კარგად არიან და ის ყოფილი წარსულში დარჩა მე მახსოვს რომ შობელი მოვიდა ჩემთან და მითხრა თქვენ ვინ ხართ თქვენ ვინ კითხავთ თქვენ მე ჩემს შვილს გავად თავიდან ძალიან უკვირდათ ეს მე ჩემს შვილს მინდა გავათხოვე მინდა არა მე ვთხარი შენი შვილი შენ არ გეკუთვნის სახელმწიფო მას შენგანაც დაიცავს ძალიან დიდი შოკი იყო თავიდან როდესაც მე მშობლებს ვსჯიდი მშობლებს ვაჯარიმებდი ასე ვთქვა და თვლიდა რომ მე ვაჯარიმებდი სახელმწიფო ვაჯარიმებდა მაგრამ მე ვაჯარიმებდი პირველად რომ ბებიას წინააღმდეგ მივმართე ხო აი ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა დამერეკა და მითხრა ის შორენა რაღაცა სხვა აქვს საზღვარი ხა ბებიას როგორ უჩივი შენ ძალადობაზე მეთქი როგორ რანაირად ბებია შემოიჭრა სკოლაში მე ვთხარი ცემა ვიღაც ბავშვი ეს სკოლა თუ რა ხდება აქ და მოკლედ ის ბებია ჩემ დანახვაზე სხვადასხვა დღემდე იმალება იმიტომ რომ პენსიის გადახდა მოუწია ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო და აი ესეთ რაღაცებს ვაკეთებდი თავიდან როდესაც ექსტერნის გამოცდებზე დავარეგისტრირეთ ვინც აცდენდა შოკი მიიღო მარნეულმა ისევ რომ მე 12 კლასში ხო ამბობენ რომ არ დადიან აი ჩემთან ყველა დადის რატო
იმიტომ რომ სკოლა ამზადებს უფასოდ ყველა საგანში. არა რეპეტიტორის პროგრამა გვაქვს. მე თვითონ ვასწავლე მე-12 კლასს. და სხვადასხვა ბევრი მასწავლებელიც ვნახე, როცა ჩვენ მარნეულში ვიყავით ჩამოსული, თქვენ გაგვეცანით, რომ უფასოდ ამზადებენ ბავშვებს ინგლისურში, ისტორიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ ანუ არ უნდა იგრძნოს ეს ეხება როგორც ქართულს ისე ეთნიკურ უმცირესობას, რომ როდესაც ბავშვი სოფელში ან რეგიონში იზრდება, არ უნდა კონდეს იმის განცდა, რომ თბილისელ ბავშვს ან სხვა ქალაქის წარმომადგენელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ რეპეტიტორთან მოემზადოს და არ უნდა კონდეს იმის განცდა, რომ რაღაცნაირად დაჩაგრული არის და ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, მაგ კუთხით, რომ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მოდი ვთქვათ, მე არ ვიცი თქვენ სკოლაში როგორ ხდება, მაგრამ სკოლა არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეროვნულ გამოცდებზე თლად კარგი ქულები მიიღოს სკოლის განათლებით. ნახეთ, კანონმდებლობაში არის ჩანაწერი, რომელსაც ალბათ ცოტა უნდა გადავხედოთ ხელმძღვანელებმაც სკოლის. როდესაც ბავშვს რაღაც საგანში აქვს ხაროესი, მასწავლებელი ვალდებულია. ვალდებულია, რამე ახალი კი არ მოვიგონე. უბრალოდ კანონს ვეყოთნები. კეთილინება არ არის. დირექტორი შეუძლია მიუთითოს, რომ აი ტესტირება მაჩვენა დიაგნოსტიკურმა კვლევამ, რომ შენ საგანში ბავშვს ვერ ძლევს და თქვენ დამატებით უნდა იმუშაოთ. პირდაპირ ავალდებულებს კანონი ამას. პირველად რო ავამოქმედე მე ეს კანონი კოვიდის შემდეგ ქართული რო დაავიწყეთ ბავშვებს. მე მახსოვს რომ შრომის ინსპექციაც კი მყავდა, რომელიც მეკითხებოდა, რომ თქვენ ის გადაწყვეტილება რომ მიიღეთ. რამდენად კანონიერი იყო და მე ვშლიდი და იცით, აი აქ წერია ეს ყველაფერი და ღივილით ვკითხები, რომ სხვები აკეთებენ ამას. იცით, მე არ ვიცი სხვები აკეთებენ თუ არა, ამ ხრი კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის კანონმდებლობის ფარგლებში. როდესაც მე-12 კლასელებს ყველა საგანში სკოლა ამზადებს სრულიად უფასოდ და უანგაროდ, მისაღები გამოცდებისთვის რატომ უნდა გააცინოს მან სკოლა. თუმცა მანამდე იმ გასცენებს რო აღვრიცხავდი და მე გამოცდები ტარდებოდა, აი საკმაოდ დიდი აგრესია მოყვა თემიდან მახსოვს, რომ რატომ ტარდება აქ ამდენი გამოცდა, რაშია საქმე. 2-3 წელი დამჭირდა ალბათ ტკივნეული რეფორმები, ძალიან რთული იყო ბავშვთან ძალადობასთან ბრძოლა. მასწავლებლების მხრიდან. დაახლოებით 5 შემთხვევა მქონდა მე ასეთი. და თქვენი რეაქცია მოხდა? ჩემი რეაქცია იყო კანონმდებლობაში, როგორც წერია ისეთი ზუსტად. როგორ ეცნობება 112-ით, როგორ გადაეცემა დისციპლინურს, როგორ გადაეცემა პოლიციას, ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია დირექტორისთვის. ამ სოციალურ ქსელებშიც უმეტეს საკუთარ მასწავლებლებს უჩივის. როცა დირექტორი საკუთარ მასწავლებლებს გადაცემს დისციპლინურს, გადაცემს პოლიციას და ამბობდნენ რა მოხდა ახლა ასეთი. მე მეუბნებოდნენ 1-2 შემორტყმის გულის ჭაღარათმიან მასწავლებლებს. მათ შორის მაღალი სტატუსის მქონეს და მათ შორის ნაკებს ფრია და სხვადასხვა პოპულარულს 40 წლიანი სტაჟი 40-იანი მქონდა ზუსტად ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც გაზარდა ნახევარის რეგიონი, აი შოკირებული იყო ყველა. პირველად იყო აი თავიდან ეთნიკურიც დამიწყეს, თუ ქართველი იყო, ქართველობას როგორ არიცავდა ეს რა ქართველია, თუ აზერბაიჯანელი იყო, ეთნიკური უმცირესობა იჩაგრება. თუ თქვათ ისეთი იყო თბილისიდან ჩამოსული, როგორ არსცემს პატივს ამ ხელა გზას რო გადის და ალბათ ყველაზე არაპოპულარული ჩემი ნაბიჯები იყო ეს. შემდეგ ესეთი შემთხვევაც იყო, მითხრეს რომ დიდი ამბავი ახლა სახშიც ცემენ და რა მოხდა მერე და ყველაზე ცუდი იყო მშობლის რეაქცია. ნუ ხო კარგი ახლა კი ცემა, მაგრამ რა მერე დიდი ამბავი. ესეც იყო, ანუ არ იყო რა, ახლა ჩემი შვილი ვინმეს რო ეცემა, ალბათ სამყაროს ამოვატრიალებდი, მაგრამ ეს დამოკიდებულება დიდად მშობლებს არა აქვთ. ახლაც კი არა აქვთ. თუმცა იციან რომ ამ სკოლაში ეს არის მიუღებელი, იმიტომ რომ დირექტორი თulis ასე. მაგრამ რომელსაც მიედავები. ხო, აუცილებლად მივედავები. ჩვენ ტრენინგებს უტარებთ ბავშვებს, რას ნიშნავს ბავშვთა უფლების დაცვა და ბავშვი ეუბნება რომ ამის უფლება არ გაქვს და შემდეგ მას მშობლები ამბობენ, კი, კარგი დირექტორი, ძალიან კარგი ადამიანია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს გათავხედა ბავშვი. ეს ხო, ზუსტად ამბობენ რომ ბევრ უფლებებს აძლევს ბავშვს და მე ბევრ უფლებას არ ვაძლევ ბავშვს, ეს უფლება ბავშვს აქვს და თუ კი მეც თვალს დავხუჭავ. მაშინ ვისი იმედი უნდა კონდეს ბავშვს. ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ მე საჯარო თავდასხმის ობიექტიც ამის გამო. აი ბავშვმა მოიგონა. იცით რა, თუმკი მოიგონა, რა მეიყვანა მაშინ აქამდე? რატომ მოიგონა? ხო. როდესაც ძალიან აღიარებული მასწავლებელი მყავდა ერთ-ერთი და მოხდა მის ყოფილ კლასში ეს. და მითხრა მე ბავშვების არ მჯერა, შოქში ჩავარდი. მე ვთქვი როგორ ამდენ გზის დაჯილდოებულ ადამიანს ბავშვების არ გჯერა, ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ ბავშვების არ გჯეროდეს. და მე მირჩევდნენ ხომ, არ გინდა ახლა ამ თემებში შესვლა და ეს ისეთი რთულია და ისე გიჩივლებენ. მაგრამ საჩივრით მე ვინ უნდა გამაკვიროს იმდენი საჩივრის პასუხი მაგ დაწერილი 1-5 წიგნი მაგედან გამოვა ალბათ. ეს ძალიან რთული იყო. კი, რა თქმა უნდა. ბავშვებსაც ძალადობა. ხო, არა, ღიმილით ყვები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ გავიარე ის დიდი აღმართი და მთა, რასაც ქვია ეს ყველაფერი. და ვფიქრობ ის რწმენა არის ჩემს თემში, სადაც მე მუშაობდა სოციუმში, რომ ეს არის უპატიებელი, რომ ბავშვს არ უნდა შეეხო. ბავშვი კუთხეში არ უნდა დააყენო. ბავშვი ფეხზე არ უნდა იდგეს გაკვეთილის დროს. სიმართლე გითხრათ, ამის გამეორება სულ მჭირდება, რომ არ დაავიწყდეთ.
და არ იფიქროთ, რომ ეს რაღაცა კონტინგენტი აკეთებს ამას, ძალიან აღიარებულ მასწავლებელს და ძალიან ტაშტაკლუსაც გაუკეთებია და შემდეგ უთქვამს, რომ ისეთი რა მოხდა. მე ბავშვმა გამომიყვანა მოთმინებიდან. იცით რა, ბავშვს თუ მოთმინებიდან გამოყავ ხარ, მაშინ მასწავლებელი არ ხარ. ხო? ასევე სერიოზული გამოწვევა იყო არასრულწლოვანთა ქორწინებები. აი, მაგაზეც მინდა. ბავშვთა ქორწინებას უწოდებდი მე. მე ვთვლი, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება ეს სწორი ტერმინი, არა მხოლოდ მე ვთვლი, მე ვფიქრობ, რომ სხვაებიც დამეთანხმებიან ამაში. არასრულწლოვანია 16-დან 18-მდე. ხოლო 16 წლამდე როცა არის ბავშვი. არის ეგეთი შემთხვევებიც, მცდელობები კი არაერთი ყოფილა ჩემთან, არაერთხელ მე მიმართავს მე პოლიციასთან თანამშრომლობ კარგად, როგორც გითხარით, ტრაფიკინგის ცენტრთან თანამშრომლობ ძალიან. ძალიან კარგი ფსიქოლოგები ყავთ, მანდატურთა სამსახურს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგები ყავს. როცა მივმართავ, ჩამოდიან ისინი ჩვენ უკვე მოკარგლივად რუსთავიდან და ბევრი რთული თემის მართვაში დამეხმარნენ. აქედან დიდ მადლობას გადაუხდი მათ, ვინც ჩამოვიდა სხვადასხვა ადამიანი, ყველა იყო მაღალი დონის კვალიფიციური პროფესიონალი. ჩვენ ძალიან კარგი ფსიქოლოგი ყავს თვითონ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა არის. მაგრამ მაინც შეიძლება ბავშვმა იმ დონეზე არ გაუხსნას, თან ფსიქოლოგმა კონფიდენციალობა უნდა დაიცვას და თუ კი ბავშვმა არ მომმართა, ან ვინმემ არ მომმართა, ხო, შეიძლება ვერ გაიგო. ფიზიკურად. მაგრამ სკოლას აქვს თვითმმართველობა, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. თვითმმართველობა ძალიან კარგად თანამშრომლობს დირექციასთან და მე იმ წამსვე ვიგებ თუ მსგავსი რამ ხდება. იმ წამსვე რომ ნიშნობიდან ვიგებ უკვე, არა ვთქვი ქორწინებიდან. ბავშვი როცა უკვე სკოლაში აღარ გამოცხადდება, ეგეც ხო არის? არა, ჩემთან ცხადდებიან, ხა ის იციან, 3 დღე რო გაასწინოს, სახლში მივა დამრიგებელი გოგონასთან. ეს არის შეუძლებელი, იმ წამსვე ეს ძალიან დარეგულირებული გვაქვს ჩვენ. 10 დღე თუ არ მოვა გოგონა, მე კანონმდებლობა ითხოვს, რომ დაადგინო რა შეს საქმე და მიხვიდე სახლში და ასე შემდეგ. მე-3 დღეს ჩვენ უკვე ვიწყებთ. აი მე-9 კლასიდან უკვე ვიწყებთ დაკვირვებას, რომ გააცდინა რამდენიმე დღე და დამრიგებელს ვეკითხები, გოგოა თუ ბიჭია, რა შეასაქმე, სახლში რომ მიხვედით, ავად იყო, თუ ავად იყო, ცნობა წარმოადგინა თუ არა. ნუ განსაკუთრებით ეს უფრო სოფლებს ეხება, ჩემთან ყველა სოფლიდან დადიან და გვერდითა რაიონიდანაც ტაქსები დაყავთ ბავშვები და როცა ვატყობ, რომ დაახლოებით ვიცი ახლა საითაც შეიძლება იყოს ეს საფრთხეები, ხო სულ ვადევნებ თვალს, მაშინვე ვეძახი მშობელს და ვეუბნები, რომ თუ დანიშნეთ ზოგადად ნიშნობა კი არ არის დარღვევა, მაგრამ უკვე ირღვევა ბავშვის უფლებები, იმიტომ სკოლაში არ უშვებენ. ანუ დანიშნა ოფიციალურად ნიშნავს საქმროები და სადედამთილოები, ხო, სადედამთილოები შემდეგ ხელს შეუშლიან, მაგრამ ესეთი თქონდა, რომ ჩემი სკოლიდან გადაყავდათ. მაგრამ ეგეც ხო, ოღონდ ჩემგან მოიშორებინა, თუმცა ეს რესურს ცენტრის უფროსთან და რესურს ცენტრთან თანამშრომლობ მე და გაფრთხილებული მყავს, რომ აი ესეთი პრობლემაა და წერილობით მივმართავ, რომ არავინ არ უნდა მიიღოს, ესე თუ ეს შემთხვევა უნდა ვმართო მე თვითონ. და მოკლედ პოლიციასთან თანამშრომლობ და ასე თუ ისე რამდენიმე წელია უკვე ფიქრობ, რომ ბევრი რამ შევაჩერეთ და ერთ-ერთი რთული რაც იყო შევაჩერეთ. რამდენიმე წლის წინ შევაჩერეთ ერთ-ერთი, მე ვფიქრობ ძალიან რთული იყო ის ჩემთვის სამართავად, იმიტომ რომ ბავშვი არ თანამშრომლობდა ჩვენთან, ბავშვი. ამბობდა ჩემთან პირადად, მაგრამ პოლიციასთან აღარ ამბობდა, ეშინოდა მაინც და ძალიან მეხმარებოდა მე ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი და ფსიქოლოგები. აი ფსიქოლოგები ძალიან კარგად მუშაობენ ბავშვებთან და ვფიქრობ, რაც წლები გადის, უფრო და უფრო ადვილად მართავთ ჩვენ ამ ყველაფერს. მცირდება ისე ეს შემთხვევები. მცირდება, კი, მცირდება. როდესაც მე ვიგებ, რომ აი რაღაცა შემთხვევებს გავიგებ, ვფიქრობ, აი მე რას გავაკეთებდი. მე მაინც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაპოპულარული ნაბიჯი სწორედ უნდა გადადგას დირექტორმა და ეგრევე პოლიციაში უნდა დარეკოს. შეიძლება ვერ დაამტკიცო, უარყონ, არ არის დანიშნული, მეორე დღეს სკოლაში მოვიდეს, იაროს ბეჭდის ყველაფრის გარეშე, მაგრამ ის რომ ჩვენ მივახციეთ, რომ ამ დანიშნულმა გოგონებმა სკოლა დაამთავრეს, მე ვფიქრობ, დიდი მიღწევა არის. რომ სკოლას რომ ამთავრებენ, უკვე 17-18 წლისები არიან და ფსიქოლოგიაც ხო იცვლება, საკუთარია მე ვამუშაობთ ჩვენ მიზანმიმართულად, რომ ავუხსნათ კანონმდებლობა, რომ რა არის მისი უფლებები. კი, როგორ არის სულ აი ისე ვართ, ანუ არ თავდება, იცით? ერთი სრულდება ცოცხალი ორგანიზმია სკოლა, მეორე იწყება. და წარმომიდგენი ახლა რამდენი გოგო დაიხსენით ამ ბავშვთა ქორწინებისგან. ხო, ყველა შეიძლება ქონიათ ისე წარუმატებელი შემთხვევებიც? ქორწინების მხრივ არ მქონია, მაგრამ აი მიუსაფარი ბავშვის მხრივ მქონია წარუმატებელი кейსი, როცა ვერ შევძელი ბავშვის ქუჩისგან გადარჩენა. ანუ ესეც პრობლემური საკითხია. კი, იმიტომ რომ ახლა კანონმდებლობა უფრო დასახვეწი, ახლა შეიცვალა სხვათა შორის შედარებით კანონი, ძალიან რთულია დედას ჩამოართვა შვილი. დაამტკიცო, რომ დედა, თქვათ, უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. მქონდა ესეთიც, სადაც აი სუგულის ტკივილით ვიძახი, რომ ყველაფერი თითქოს გავაკეთე, მაგრამ მაინც დავმარცხდი, ესეთიც მქონია.
ახლა რო ვუყურებ ამ გადასახედიდან დღევანდელი კანონმდებლობა უფრო მოქნილია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ახლა სასამართლოთი უფრო ადვილად დაამტკიცებ, რომ აი ამ ოჯახში ეს ბავშვი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ სოციუმს, ოჯახს და იმაში ამ კანონმდებლობის შუაში ისე გავიჭედი, რომ ვერ შევწელი ამ ბავშვის მომავლის შეცვლა. ერთი რამ მივეცი, ქართული ენა ისწავლა კარგად. უყვარს სკოლა, ეს ერთი შეიცვალა ალბათ, მაგრამ ის რეალურად რა ცხოვრებაც მას არ უნდა გაევლო, იმ გზას გადის ახლა უკვე სრულწლოვანი და სამწუხაროდ მე ვერ შევაჩერე ეს სამწუხაროდ. თუმცა ძალიან ბევრი წარმატებული შემთხვევაც. ბევრი კი, ამ მიმართულებით რთულია, იცით, როდესაც ოჯახისგან და გამოიყვანა ბავშვი. მაინც და რთული და სენსიტიური საკითხი არის. თან ფიქრობ ცოტა საფრთხის შემცველიც არის. ანუ არ გაქვთ შიშის მომენტი, როდესაც უპირისპირდებით ეს ხო რეალურად არის თემის და ამ ადამიანების ტრადიცია, ადათ-წესი. და თქვენ შორენა ხუხუა, რომელიც ჩამობრძანდით თბილისიდან, რაღაცნაირად ამ ხალხს ეუბნებით, რომ ეგრე არ შეიძლება. ბავშვი ვერ გაათხოვთ. თან არ გაქვთ ეს შიშის მომენტი. ნამდვილად არა. იცით, მე ხო გუშინ არ ჩამოვბრძანდი. მე ხო დაახლოებით 21 წელი ამ რეგიონში დავბრძანდები. ანუ უკვე იცით. იცით რა არის? სხვადასხვა ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მშობლების და აი რო იყო ნაადრევი ქორწინების ცდილობაც, არც იმ მშობლებთან არ მქონდა ცუდი ურთიერთობა, როცა ვესაუბრებოდი, მე რო ვუხსნიდი კანონს, ძალიან კარგად იციან რომ მე ვარ კანონის მოყვარული ადამიანი. ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, იცი, შენ ამერიკაში კი არ ვარ, რომ დავიბარე, ხა ეს ბიძა, მშობელი არ ყავდა ამ ბავშვს და იცით რა მეთქვა თქვენ განათლებული ადამიანი ხარ და რაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ მე ვამბობ რომ ბავშვმა 112-ში ვერ უნდა დარეკოს, 112-ში დაარეკა, ნუ რატო დაარეკა და პრეტენზია გამოთქვეს რომ რატო ასწავლეთ სკოლაში რომ ანონიმურად შეუძლია 112-ში დაარეკოს, ეს ვასწავლეთ რომ ანონიმურად შენ დაარეკავ, ვერავინ ვერ გაიგებს რომ დაარეკა და შეგიძლია ითხოვა დახმარება. თუნდაც მეზობელი გოგონასთვის. ნუ დაარეკა ერთ-ერთმა ესე ანონიმურად, მაგრამ სამწუხაროდ ეს ანონიმურობა მარნეულში არ დარჩა ანონიმურად. გახმაურდა მაინც და ძალიან განათლებული ბიძია მოვიდა ჩემს კაბინეტში ძალიან მკაცრად და თქვა შორენა იცი მე არ მომწონს რომ ჩემმა ბავშვმა ნუ თვითონ ზრდის ამბობს 112-ში დაარეკა და ხა ჩვენ პოლიციაში დავდივართ რაღაც გამოკითხვებზე და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. მე ვთქვი თქვენ ხო განათლებული ადამიანი ხარ და ხა თქვენ შულს არასდროს არ გაათხოვებთ და იმან ხო დახმარება სადა არა მეგობრის და კლასელის და ასე შემდეგ. არა, ჩვენ ამერიკაში არ ვართო მითხრა. ჩვენ მარნეულში ვართო. არა უშავს მითხარი. ჰოლანდია. კანონია სულ ყველგან. იცით რა მეთქი, სამწუხაროდ მე ვარ დირექტორი და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებებს. რა ვასწავლო ბავშვს? იცით თქვენ გაკვეთილი ასწავლეთ და არ არის სავალდებულო ეს ასწავლოთ. მეთქარი მეც შუშანიკის წამებას ვასწავლი. და როცა ვარსკენი ძალადობს შუშანიკზე ვამბობ ბავშვებო კანონმდებლობის მიხედვით ახლა რო ეს ქმარმა ჩაიდინოს ამისთვის არის ამდენი და ამდენი ციხე ასე უნდა დარეკო ისე უნდა დარეკო და მოზალადე ქმარი უნდა შეაჩერო ხო ერთ-ერთი შუშანიკის წამება რო ახსენი კი რო შემოვედი კაბინეტში შემომყვა ერთი მოწაფე და მეუბნება იცით მას ვარსკენ პიტიახში მე სახლში მყავს ხო ერთი მამიკო მე მოხვდა პოლიციაში და მე ვფიქრობ რომ ძალიან არგო მას ან მოხვედრა პოლიციაში და ძალიან გამოსწორდა ეს ადამიანი გაოგნებული იყო არ იცოდა რომ არ შეიძლებოდა ეს ამბები ხო ეგ კიდე ცალკე ფენომენია კი ვარსკენ პიტიახში იქ რა მოხდაო ისეთი მითხრა სახლში ამას ყოველდღე აკეთებ არ აქვს შესაბამისი ცნობიერება და ასე ვთქვათ არა ყველასგან არა იმ შემთხვევაში როცა ძალადობის ეს თემა იყო და მართლა ვარსკენ პიტიახში საუბრის და გავიგე მე და დამრიგებელი შემოყვა და როცა ბავშვმა გაიგო რომ ეს არ შეიძლება. იცით რა არის შუშანიკის წამება მე 10 კლასში ისწავლებ აქ პატარა ბავშვი კი არა არ იცოდა რომ ეს არ იყო ნორმა და როცა ეს ვისაუბრეთ სამივე ბავშვს გავესაუბრე მე რამდენიმე ის იყო ოჯახის წევრი ჩემთან დედა ბოლომდე ამბობდა რომ ეს არის სიცრუე მაგრამ ისიც კი საკმარისი იყო რომ ეს საქმე დაიწყო თუნდაც შეწყვეტილი იყო რომ მამას ეს ყველაფერი შეეწყვეტა. შემდეგ ბაბუა მოვიდა მითხრა იცით თქვენ ჩვენი ოჯახის საქმეებში ერევით აქ აი თქვენ რასაც ამბობდა რეგიში ძალიან მაღალი ბაბუა იყო ესე დიდი ბაბუა ესე მე პატარა ეს მეტრე ნახევარი უყურებს დგას მესგავარ თქვენ მე დაგიბარეთ ვეკითხები არა თქვენით მობრძანდით არა თუ ახლა არ წაბრძანდებით გამოიძახება 112 ცხიმილით ეუბნები და თქვენც დღეში რამდენჯერ რეკავთ 112 არა დღეში არ ურეკავ ალბათ 2-3 დღეში ერთხელ გავუწყრიალებ ზარს ან წერილს მოკლედ შეწუხებული ყავთ ხო იცი რა პოლიციის უფროსები იცვლებიან ხოლმე მაგრამ ახალი რომ მოდის ინფორმაცია აქვს რომ მეორე სკოლიდან რომ ზარი შემოვა უნდა იგრია კი რომ თორე მოვა მე ის თვითონ დირექტორი
მოგიკითხავთ რა. აუცილებლად მოვა მშობლიური სახლებით აქ პოლიცია და აი ძალიან რაღაცა ვიხარია რომ ამ თემებზე ცოტა ესე სიცილში ვსაუბრობთ და იცით რა მაინტერესებს ზოგადად მოვიდა თქვენამდე ეს ინფორმაცია გოგონებს რამდენად აქვთ იმის ცნობიერება და იმის აღქმა რომ ეს გადაწყვეტილება მათ რადიკალურად შეუცვლით ცხოვრებას და აი რამდენად აქვთ იმის სურვილი რომ განათლება მიიღონ რომ გააგრძელონ სწავლა თქვენ როგორ ეხმარებით ამ კუთხით ჩვენ ახლა ჯერ ხო არაფორმალური განათლებით ისე მუშაობთ და ძალიან კარგად მუშაობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თუ დამრიგებლები სულ ყველა მიხვდით ალბათ რომ ამ მიმართულებით ძალიან ისე ვართ მოტივირებულები თემა არის კი გოგონებმა იციან რომ განათლება უნდა მიიღონ რომ იყვნენ თავისუფლები და დამოუკიდებლები რადგან როგორც კი ისინი განათლებას იღებენ თემის მიერ ხდებიან აღიარებულები რომ ოჯახისთვისაც ავტორიტეტია და საზოგადოებისთვისაც როცა ის ჩააბარებს გახდება აქტიური სტუდენტი იქნება წარმატებული ჩემი ნამოწაფარები ახლა მუშაობენ ჩემთან ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ 22-23 წლის გოგონა რომელსაც 7 წელი კი ესეთი საყვარელი თვალით ციმციმა გოგონა ალბათ ეს დიდი мотиваციაა ხო პირველი მოადგილე არის პირველი სტაჟი და პირველი სამსახური მისი არის დირექტორის პირველი მოადგილეობა თან ჩემი სკოლა ახლა ალბათ რაიონის 74 სკოლაში ყველაზე ესეთი მრავალფეროვანი მრავალრიცხოვანი იღებენ როგორც ვიცი ამბობენ ჩემი ნამოწაფარები არიან სამოქალაქოს მასწავლებლები ახლა მივიღეთ ბიბლიოთეკაში კიდე არაჩვეულებრივი გოგონა ქართულის მასწავლებლები და რო ვუყურებ თაობას რომელიც გავზარდე ეთნიკური აზერბაიჯანელები უმეტესობა მათ ძალიან კარგად იციან როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ რომ მე ახლა უკან რო ვიხედები ვფიქრობ კი შეიძლება ვიღაცის რთული გაგზა გავიარე მაგრამ მთელი ცხოვრება ვაკეთე რაც მიყვარდა და ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს საბურთალოდან გლდანამდე ვიქნები საცოვში თუ მარნეულიდან გლდანამდე ვიქნები თავარი მე ვაკეთებ რაც მიყვარს და რაც მომწონს და რის შედეგსაც ვხედავ წარუმატებლობაც კი მაძლევს ძალას რომ შემდეგში რა შეიძლება შევცვალო თუმცა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ხოლმე როცა ეს რაღაც კედელს რო აწყდები რა იწებ რაღაც არ გამოდის კიდევ ერთხელ და როცა მეუბნებიან აი შეეშვი ვერ ვეშვები რაღაც ვფიქრობ რომ მაქსიმუმი უნდა ჩავდო რომ თუნდაც მინიმუმი მივიღო მაგრამ ჩემი კოლექტივის მეტი წილი უკვე შეადგენს ამ ახალგაზრდებს რომლებიც თვითონ გავზარდე და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მათ ცხოვრებაში რომ ისინი ელჩები არიან თუნდაც თავის თემში წარმატების რო წარმატების გზა გოგონებისთვის გოგონა არის ის ჩემი მოადგილე და გოგონა არის აი ბევრი გოგოსის мотиваცია რო ჩააბარებ ისწავლი გოგონა მე გავიცანი ხო არ გჭირდება იმისთვის არც პატრონი არც ფული არც მდიდარი ნათესავები რომ მიიღო თანამდებობა და იყო აღიარებული საზოგადოებაში ჩემი ერთი ნამოწაფარი ხუმრობს ხოლმე სამოქალაქოს მასწავლებელია დღეს ნიჯათ მოგესალმები აქედან ხუმრობს ხოლმე ეს არისო შორენიზმი ამბობს რომ პატვისგცემდნენ და ფული არ გქონდეს მაგრამ ყველა გაფასებდეს უმეტესობა ძალიან კარგი მე მეუბნები რომ ყველა არა ნიჯათ უმეტესობა ყველა როგორ ვიღაცები ხო ბრაზდებიან ახლა ყველა ფიზიკურად ვერ ეგ ამბიცია არც უნდა გქონდეს ახლა აქვე მინდა ვთქვა რომ დღეს ჩვენ ძალიან ისე ვისაუბრეთ ახლა განათლების როლზე და მინდა რომ რაღაცნაირად მივმართო ვინც გვისმენს ახლა ჩვენს მენას და მაყურებს რომ განათლება რეალურად არის იმის საშუალება რომ შევცვალოთ მთელი ჩვენი ცხოვრება ვიყოთ უფრო დამოუკიდებლები და გქონდეს არჩევანის თავისუფლება და ძალიან მიხარია რომ ნინი თოლქს პოდკასტის გენერალური პარტნიორი არის ალტე უნივერსიტეტი სადაც კარგად იაზრებენ რომ ნიჭიც და мотиваციას ფინანსური მხარე არ უნდა ზღუდავდეს შესაბამისად ამ უნივერსიტეტში მოქმედებს სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმი. თუ თქვენ ეროვნულ გამოცდების შედეგად ტოპ 1000 სტუდენტ შორის მოხვდებით და პრიორიტეტად ალტე უნივერსიტეტს აირჩევთ, მიიღებთ 100%-იან გრანტს. ხოლო თუ ხართ ვერცხლის ან ოქროს მედალოსანი და ასევე პრიორიტეტად ალტე უნივერსიტეტს აირჩევთ, კვლავ 50%-იან გრანტს მიიღებთ. ასევე ალტე უნივერსიტეტს გააჩნია მედიცინის პროგრამაზე ჩარიცხული ტოპ 10 სტუდენტისათვის ვიანის დაფინანსების პროგრამა. თუ თქვენ ეროვნულ ოლიმპიადაზე გაიმარჯვებთ, ასევე 100%-იანი გრანტი გეკუთვნით, ხოლო ის აბიტურიენტები, რომლებიც მათემატიკაში ან ფიზიკაში ეროვნულ გამოცდებზე 60%-ზე მეტ ქულას აიღებენ და აირჩევენ კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკისა და ბიზნეს ადმინისტრების პროგრამებს, ასევე სრული დაფინანსება ექნებათ. დამატებითი დეტალების გაცნობა დაფინანსების მექანიზმების შესახებ კი შეგიძლიათ აღწერაში მითითებულ ბმულზე. და ჩვენი ეს დღევანდელი საუბარიც იმას მოწმობს, რომ წარმატებული кейსები რო გავიხსენოთ ახლა გადაარჩინეთ ასე ვთქვათ ამ ბავშვთა ქორწინებას და დღეს სად არიან ის ადამიანები აი ჩააბარეს უნივერსიტეტებში არა უნივერსიტეტებში ჩააბარეს უმეტესობამ იურიდიული ფაკულტეტი აირჩია ძალიან კარგი ძალიან კანონმდებლობისადმი სიყვარული გამოყვათ ხო მიკურს ხომ რომ უმეტესობა იურიდიული მე კი ვამბობ რომ რატო იურიდიული აი რომ დავიცვათ უფლებები რა ამბობი ამდენი იურისტი მე ვამბობ
ლიტერატურად ცოდნეობა აირჩია პირველმა მოადგილემ, იმიტომ რომ მე ვარ ლიტერატურად ცოდნე, ალბათ მოდელი მე ვარ. ამას ვერ გავავექცევით. კი, უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ დაფინანსების მხრივ რასაც შეეხება აზერბაიჯანის სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა, როცა ჩააბარებენ, გეცოდინებათ ალბათ ეგ. და შემდგომში უკვე, როდესაც იცი ქართული, აზერბაიჯანული თავისთავად, თურქულიც უმეტესობა მიცის და ინგლისური დასაქმება არის ბევრად ადვილი და როგორც გითხარით, განათლებული გოგონა არის აღიარებული გოგონა. და ამიტომ თუ გინდა რომ ესე იგი გააგრძელო გზა თავისუფლებისკენ, აუცილებლად უნდა ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში და რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს. ჩვენთან ძალიან პოპულარულია პროფესიული ძალიან კარგი რამდენიმე სასწავლებელი გვაქვს. მარნეულშივე გახლავთ რამდენიმე ძალიან კარგი პროფესიონალები ხელმძღვანელობენ მას და მეგობრობენ ჩვენთან, თანამშრომლობენ, მემორანდუმები გვაქვს ჩვენ და ჩვენთან გოგონებიც, ბიჭებიც პროფესიულ სასწავლებლებში საგრძელებენ განათლების მიღებას და შემდეგ ძალიან კარგად დასაქმდნენ ისინი. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ტრანზიციის პროგრამა, რომ ვეხმარებით როგორ აირჩიოს მომავალი სპეციალობა და ამ მხრივ ძალიან წარმატებული. კი ბატონო, ძალიან წარმატებული საქმეები გვაქვს, кейსები რო არ ვიცახო ქართულის მასწავლებლებმა. რამდენიმე ისეთი წარმატებული სტუდენტია, რომელიც სხვებს უწევს ახლა მაგალითს და რეკლამებშიც კი არის გადაღებული და როცა გამომიგზავნიან ხოლმე, სულ მიხარია, რომ პროფესიულმა სასწავლებელმა ასეთი შემდგარი მოქალაქეები მისცა მარნეულს. არა მხოლოდ უმაღლესი განათლება, აი პროფესიული ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესიული განათლებაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის და რა ვიცი. ძალიან ცოტა დრო რო არ მქონდეს სიამოვნებით ვისწავლიდი ალბათ პროფესიულ სასწავლებელში რაიმეს გონი გამოგიჩნდება მაგისტროს რაღაც ცხოვრების ეტაპი. თუ მექნა, რა ვიცი, როდის არ ვიცი, მაგრამ ისეთი კარგი სპეციალობებია, რომ სიამოვნებით ვისწავლიდი. ჩვენ წეგანაც ვისაუბროთ პოდკასტამდე, რომ ძალიან საინტერესო იქნება წიგნი აი ამ ამბებზე. ამ ამბებზე იქნება სკანდალური წიგნი. მეორე ბესტსელერს ველოდებით მოკლედ. კი, ჩემი მეგობრებიც ელოდებიან, როდის დაწერა ამ ყველაფერს უფრო დეტალურად ამბობენ ხოლმე. ძალიან კარგი. მიხარი ამ ამბების მოსმენა და მართლაც აი ბევრჯერ თქვი, რომ რამდენადაც რთული თემები განვიხილეთ, ახლა თუნდაც თქვენი ავარია, ესეთი რეაბილიტაციის რთული პროცესი და ეს ბავშვთა ქორწინებაც, რაღაცნაირად მაინც იმდენად პოზიტიური ადამიანი ხართ თქვენ თვითონ, რომ აი არ მგონია, რომ რაღაცნაირად ნეგატივს მოკლედ არ იკარებთ და სადაც შედიხართ ოთახში ეს დადებითი მოდის და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას, საკუთარი ბრძოლები უკვე გადაიტანეთ და მოიგეთ და გისურვებთ რომ მსგავსი არაფერი არ გამოგეცადოთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ აი მესამე თვალიდან მე რასაც მოусმინე მაშინ როცა ჩვენ პირველად შევხვდით მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უცვლით ცხოვრებას ესე სასიკეთოთ და როგორც დასაწყისში ვთქვი, მართლა change maker, ანუ რაღაცა ცვლილებების შემომტანი ადამიანი ხართ. და დავაკვირდი სხვათა შორის, რომ რაღაცნაირად პარალელი რო გავავლოთ, როცა თქვენ ალბათ თქვენი რაღაცა ფიზიკური დაბრკოლებები გადალახეთ, ეხლა დღეს ეხმარებით სხვებს, რომ თქვენი წილი გამარჯვება გაუზიაროთ, იქ ინკლუზიური განათლების თემაც წამოწეული გაქვთ, ხო? მარნეულში და რაღაცნაირად სოციალური დაბრკოლებები ხო ვისაც აქვს იმ ბავშვებს ეხმარებით და რა იქნებოდა ერთი მესიჯი ბავშვისთვის, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს ან გვიყურებს, არის სოციალურად რაღაცა შეზღუდული ან ადრე გათხოვებას უპირებენ, ან გარკვეული სხვა ბარიერები აქვს ინტეგრაციასთან დაკავშირებით, აი რა იქნებოდა თქვენი მესიჯი ამ ბავშვებისთვის? ყველაფერი გამოუვათ, თუ კი ამაზე ისაუბრებენ. უნდა ილაპარაკონ, უნდა გაბედო და უნდა ითხოვო დახმარება, როცა დახმარება გჭირდება, არ უნდა გაჩვენდე. რამდენჯერაც მე მithოვია დახმარება, მე მიღია კიდევაც. შვენიერი. შეუძლიათ თუ არა რომ მოგმართონ სხვა ბავშვებმაც, არა მხოლოდ მარნეულიდან, სხვაგან შეიძლება მოხდეს ეს. არა, მოვმართავთ კიდევაც, რა მნიშვნელობა აქვს. ერთხელ იმდენჯერ მომწერა ერთმა ბავშვმა, მეუთხარი, ბარემ გადმოდი, შორს არ იყო ის სკოლა, სხვა რაიონში კი იყო. და გადმოვიდა მე და მე გადმოიყარა დააცმები. წელსაც შემოიყვანა, რამდენი ხართ? ყოველ წელს თითო ბავშვი შემოდის შენი ოჯახიდან. ნებისმიერ დროს შეუძლიათ მომწერონ. Facebook ჩემი ღია, შორენა ხუხუა, სახელი და გვარით ინგლისური შრიფტით არის. ამასაც მოუწიათ შენიშნო, რატო ქართული შრიფტითო და ჩემი უცხოელი მეგობრები ვერ პოულობდნენ ხოლმე, როცა მქონდა ქართული შრიფტით და ნებისმიერ მესიჯს მე პასუხობ, ნებისმიერ შეტყობინებას ვნახულობ და იმედის მომცემი სიტყვებია. ძალიან დიდი მადლობა შორენა, ძალიან ვისიამოვნე და ვფიქრობ, რომ ღირებული პოდკასტი შედგა დღეს ჩვენი მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის და მართლაც სამაგალითო ადამიანი ხართ და რა ვიცი. ძალიან დიდ პატივისცემა ჩემგან. ჩემ მაყურებელს კი ვეტყვი, რომ თუ მოგეწონათ პოდკასტი, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, გამოხატეთ თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. აუცილებლად ჩართეთ ზარისღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ეპიზოდი. მე კი მომდევნო შეხვედრამდე გემშვიდობებით.